ხშირად მოდიან პაციენტები დანიშნულებით, რომ მათ ექიმმა დაუნიშნა, მაგალითად მუხლის სახსრისადან ხერხემლის პათოლოგიისას ელექტროფორეზი კარიპაზიმით და ულტრაფონოფორეზი ერთად. ესეთი დანიშნულება კატეგორიულად არასწორია და რატომ? ვინც იცის ფიზიოთერაპია დამეთანხმებით, რომ ელექტროფორეზთან ერთად ულტრაფონოფორეზის ჩატარება მედიკამენტი გელის სახით კატეგორიულად დაუშვებელია. ან უნდა გააკეთო ელექტროფორეზი, ან ფონოფორეზი. მაგრამ იცოდეთ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ელექტროფორეზი თავისი სპეციფიკით ნაკლებად ეფექტური და სუსტი მანიპულაციაა. ხოლო ულტრაფონოფორეზი ეფექტური მანიპულაციაა, მაგრამ რეკომენდირებულია მაგნიტოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში ჩატარდეს. რამე თუ ეს ორი პროცედურა, მაგნიტოთერაპია და ულტრაფონოფორეზი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და მარეგენირებელი ეფექტი გააჩნია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობის საქმეში.